რა აზრი. მიზანი იყო გამოცდილების მიღება და რაც შეიძლება მეტი ბრძოლის ჩატარება TFC-ში. ძალიან კარგი, ახლა ვნახავთ მის მეტოქეს. ვახო კაკაბაძე 24 წლის მეტრა 72 არის სიმაღლეში და მის ზედმეტსახელია The Crusader. ბაზა არის MMA, რაც ძალიან საინტერესო ხდის დღევანდელ დაპირისპირებას და ასევე დებიუტანტი TFC-ში. ორი დებიუტანტი ერთმანეთს, მოკლედ საინტერესო იქნება ჩემი მიხედვით ეს ბრძოლა. მისი მიზანიც ასევე გამოცდილების დაგროვება არის და თავის გამოცდა, იმიტომ როგორც უკვე ვახსენეთ, მისი დებიუტი არის MMA-ში. აღსანიშნავია, რომ TFC ამის საშუალებას აძლევს ბრძოლებს, რომ თავი გამოცადონ და არს გვიდავს მათ. ნამდვილად. გეთახმები ძალიან ბევრი დებიუტანტი ყავდა, წინა ქართლზეც ბევრი დებიუტანტი იყო და ამ ქართლზეც ბევრი დებიუტანტი არის. Ladies and gentlemen, this is the feature fight of the prelims. This fight is 3 rounds in the TFC bantamweight division. Introducing first, fighting out of the blue corner, a fighter with a record of 0 wins and 1 loss, weighing in at 61 kilograms, fighting out of Tbilisi, Georgia, Wakho Kakabadze! And now, introducing his opponent, fighting out of the red corner, a fighter making his debut in the TFC, weighing in at 61 kilograms, representing Club Jiki, Jaba Jayani! ლურჯკუთხეში ვახო კაკაბა უკაცრავად ლურჯკუთხეში ჯაბა ჯაიანი და წითელკუთხეში ვახო კაკაბაძე. წავედით მოკლედ პირველი რაუნდი დაიწყება ახლა და მე მგონი ვიხილავთ ძალიან საინტერესო ბრძოლას. არ ვიცი, გრძნობა მაქვს ასეთი. მეც გეთანხმები. დაბალწონებში სულ საინტერესო ბრძოლები არის ხო? მანუჩარი ჩვენი საფერი, როგორც ყოველთვის. კი. გამოცდილი MMA-ის მებრძოლი და წარმატებული. აი წამიწამზე უნდა დავიწყოთ უკვე. ეგრევე ხნევთ გამხნევთ და ანაკონდა მერტო ჩემო დანე არა მე მგონი ჯერ არ დანებებულა, მაგრამ რა კარგი მცველობა იყო. თქვათ მე მგონი ყელზე ვერ უჭერს წესიერად. და დასრულა. დამთავრდა ბრძოლა. და იმედია კარგად არის აქ ჯაიანი. კი, ყველაფერი გზია არა უშავს ხდება ესეთი, ჩვეულებრივია ეს ყველაფერი, თუმცა მოკლედ რა აფეთქება იყო? ვერაფერი ვერ მოვასწარი რომ ვაც ვერ მოვასწარი, ვერაფრის საერთოდ. აზრებს ვერ ვანათან და მინდა უთხრა რომ არა უშავს ყველაფერი წინ არის და წარმატებებს უსურვებ. სალამი ვახო, არ ვიცი რა ვთქვა, მართლა შოკში ვარ. შეიძლება 1-2 სიტყვით აგვიხსნა, როგორ მოახერხე ესე უცბად საბმიშენის პოვნა? რთულია რამის ახსნა, რა უბრალოდ მზად ვიყავი ყველაფერთვის რა. ვიცოდი რომ დავახლოვებით სავარაუდოდ ხდებოდი მოჭიდავეს. დიდი პატივისცემა ჯაბას, კარგი ბიჭია. არ ვიცი რა ვთქვა, მეც გახარებული ვარ. მზად ვიყავი ყველაფერთვის, მოკლედ ეგრე ვთქვათ რა. კიდევ ერთ კითხვას დაგისვამ, რას ფიქრობ TFC-ზე და აპირებ თუ არა კიდევ აქ ბრძოლის ჩატარებას? თუ TFC დაუფალინებებს აქავა რა, მომწონს ძალიან კაი ორგანიზაცია, კაი მენეჯმენტი, კაი ყველაფერი კარგი აქვს მოკლედ და ვამაყობ რომ TFC-ს ერთ-ერთი წევრი ვარ რა. ესეთი პერფორმანსით დარწმუნებული ვარ კიდევ ერთხელ გიხილავთ ამ ოქტაგონზე. ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი, ბევრს არ მოგაგდენთ. მადლობა უფალს პირველ რიგში, მადლობა ჩემს საუკეთესო კლუბს ვეფხის ტყაოსანს და ეს გამარჯვება ეძღვნება ჩემ უსაყვარლეს დეიდას, გამოჯანმრთელებას უსურვებ მას. ეს არის და ეს. მადლობა ვახო.